გამარჯობა მეგობრებო, სამსახურის შესაძლებლობაზე ვიყავით, ჩემი მეუღლის ვესაუბრებოდ და უცებ გქონდა ძალიან დიდი გააზრება ჩემთვის, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ. თუ კი ბოლომდე დარჩებით აზრის ხოვების მიუხედავად მადლობელი ვიქნები, იმიტომ რომ მჭირდება რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი დავაწყო. შეიძლება თავში არ იყოს მოსაწონი თქვენთვის ან შუაში არ იყოს, მაგრამ ბოლომდე თუ დარჩებით, მაინტერესებს ვიდეოს ბოლოს თქვენი აზრი შეიცვლება თუ არა. კარგი. აქვს მომენტები, როდესაც თითქოს ფაზლის ბოლო ნაწილს აწყობ და ყველაფერი იტყობა. აი ესეთი მომენტი მქონდა ახლა. დაველაპარაკო სულსა და განსხეულებაზე. სული არის სიყვარულის ენერგია. ქრისტიანებმა ესე ვიცით, რომ ღმერთი არის სიყვარულის ენერგია და ერთადერთი სიტყვა, რომელშიც შეგვიძლია რომ ღმერთი მოვაქციოთ, ეს არის სიყვარული. დანარჩენი არც ერთი სიტყვით ღმერთის კონცეფციის შეზღუდვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, რახან მოვუხთ რომ ღმერთი სიყვარულია და ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, მისი შექმნილი სულები ვართ, ჩვენც ვართ სიყვარულის ენერგია. მაგრამ ეხლა რა ხდება განსხეულების დროს? არის სიყვარულის ენერგია, მაღალ ვიბრაციული მატერია, რომელიც შექმნილი არის საწყისი მდგომარეობით. ეს არის სიყვარული. განსხეულება, ანუ მატერიაში დაბადება, დედამიწაზე დაბადება, ჭურჭელში. სულიერი გამოცდილება არის ფიზიკურ სამყაროში, სადაც სული ეშვება სხვადასხვა მდგომარეობებში. არის შიში, ბრაზი, წყენა, მადლიერება, სიხარული და ასე შემდეგ. გრძნობები და მდგომარეობები არ არის სული, არამედ ეს არის დროებითი გამოცდილების ფორმა. რათა სულმა შეძლოს განვითარება, ან სული მიტრეგელია, რომ განვითარდეს და სხვადასხვა რაღაცების შეიქმნას, სხვადასხვა გამოცდილებები მიიღოს, მაგრამ ერთ ადგილას ყოფნა სულისთვის არის ასიანო. როლები და მათი მნიშვნელობა. როლები, ანუ დედის როლი, შვილის, მეუღლის, მეგობრის, მსხვერპლის როლი, მოძალადის როლი და ასე შემდეგ, ხომ ეხლეთ. ეს არის სულის ექსპერიმენტისთვის და გამოცდილებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტები. ისევე როგორც მდგომარეობები, შიში, ბრაზი, წყენა, ასე შემდეგ. როლებში და მდგომარეობებში შესვლა უნდა მოხდეს და შემდეგ ამ როლებიდან და მდგომარეობებიდან ისევ გამოსვლა. რადგან ეს უქმნის სულს მრავალფეროვან გამოცდილებას, მაგრამ იმ მდგომარეობებში და როლებში დაყრდნობა, ერთ როლში გაჭედვა, ან ერთ მდგომარეობაში გაჭედვა, იწვევს დესტრუქციას, როდესაც სული თითქოს შეშდება, ჩერდება ერთ ადგილას და აღარ მოძრაობს. დესტრუქცია იწყება მაშინ, როცა ადამიანი იცულებით აიგივებს საკუთარ თავს კონკრეტულ როლთან ან მდგომარეობასთან. გამოცდილებას კი აღარ იღებს, არამედ იჭედება ერთ ადგილას, რაც სულისთვის არის დამანგრეველი მდგომარეობა, დაბალ ვიბრაციული მდგომარეობა. ხა ეგოს როლი ამ ყველაფერში. ეგო არის მექანიზმი, რომელიც გვახვევს თავს, ეს ვარ მე. ეს შიში ვარ მე, ეს ბრაზი ვარ მე, ეს დედის მდგომარეობა ვარ მე, ეს ვარ მე, მოკლედ. ეს არის ეგოს მექანიზმი. როცა ეგო მართველია, ის იწვევს ერთ ადგილას გაშეშებას და სული ვეღარ ვითარდება. ამიტომ ამბობთ ხოლმე სულიერ პრაქტიკებში, რომ ეგო უნდა მოკვდეს. საჭირო არ არის ადამიანისთვის, დამანგრეველია. ამ ეგოს დანგრევა და მისი გადალახვაც ძალიან დიდი გამოცდილება სულის განვითარებაში. ეგო თავს აიდენტიფიცირებს როლთან ან მდგომარეობასთან. ეგო სიკვდილი არის ილუზიის შეწყვეტა. ეს ვარ მე და რეალობაში დაბრუნება, ანუ მე ვარ ის, ვინც ამას განიცდის. მე ვარ ის, ვინც მადლიერებას განიცდის. მე ვარ ის, ვინც ავადმყოფობას განიცდის და ასე შემდეგ. ამით ადამიანი რეალობასა და ილუზიას შორის ახერხებს განსხვავებას, რომ როლი დროებითია და სული მუდმივი. და ჩვენ არ ვართ ეს როლი. როლი და ეს მდგომარეობა არის ინსტრუმენტი, რასაც სული გადის განვითარებისთვის. და ჩვენ არ ვართ არც ეს როლი და არც ეს მდგომარეობა. ილუზია არის შეზღუდული იდენტობა, როდესაც შენ ჭედავ როლში და მდგომარეობაში შენ თავს. დიდხანს უნდა შევიდეთ კონკრეტული დრო რაღაცა როლში, შევიგრძნოთ ეს როლი, გამოვიდეთ ამ როლიდან. აი მაგალითად, დედა რომელიც შვილს აცილებს დილას სკოლაში. დედა ბავშვთან არის დედის როლში, მაგრამ როდესაც ის აცილებს სკოლაში, მუდმივად დედის როლში არ უნდა გაიჭედოს. უნდა დაბრუნდეს თავის თავთან, მეუღლესთან როდესაც ვართ მეუღლის როლში, მაგრამ როდესაც ჩვენი მეუღლე მიდის თავის საქმეზე და ჩვენ ვრჩებით ჩვენ თავთან, უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ თავთან, არ უნდა გავიჭედოთ მეუღლის როლში. იმიტომ როდესაც რაღაცა როლებში იჭედები, მაგ დროს შენ თავს თითქოს კარგავ, ივიწყებ და რაღაცა ილუზიაში ექცევი, ყველაფერი არის ილუზია, რაც საკუთარ სულთან დაბრუნებაში და რაღაცების აღქმაში, საკუთარ თავთან დაკვირვებაში ხელს გვიშლის. კი ბატონო, როდესაც ხარ შვილთან, როდესაც ხარ მეუღლესთან, შენ უნდა იყო იმ როლში. ეს ტყუილს კი არ ნიშნავს პირიქით, ანუ ეს არის მდგომარეობები და როლები, რომელშიც შენ უნდა შეხვიდე და უნდა შეძლო გამოსვლა, იმიტომ რომ შენ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ ხარ სული. და შენ არ უნდა დაგავიწყდეს საკუთარ თავთან დაბრუნება. თორე როგორც კი საკუთარ
თავი გვავიწყდება დაბალ ვიბრაციებში, დესტრუქციებში, ვარდებით. ილუზია არის გრძნობა, რომ როლი ან მდგომარეობა შენს არსში არის მუდმივი. და ეს ზღუდავს იდენტობას. მაგრამ რეალობა ილუზიისგან განსხვავებით არის ის, რომ შეიგრძნობ, რომ მდგრადი დამკვირვებელი ხარ, რომელიც განსხეულების სხვადასხვა ფაზებს აღიქვავს, მდგომარეობებს და როლებს. ილუზია შეიძლება დაირღვეს შემჩნევით. რომ ახლა მე კონკრეტულ როლში ვარ, მაგრამ ეს როლი არის დროებითი. ბავშვს გააცილებ ბაღში ან სკოლაში, როცა იცი, რომ ის უსაფრთხოდ არის იქ, შენ ბრუნდები ისევ შენ თავთან. როცა მეუღლეს გააცილებ სამსახურში ან შენ მიდიხარ მეუღლესგან ცალკე, როცა ის თავის საქმეს აკეთებს, შენ ისევ ბრუნდები შენ თავთან. როგორც კი მომენტი მოგეცემა, ეგრევე ბრუნდები შენ თავთან, იმიტომ რომ სულმა როგორ შეიძლება თავის თავი დაივიწყოს. ილუზიის აღქმა საშუალებას გვაძლევს, რომ სულმა გამოცდილებისგან მიიღოს სიხარული და მადლიერება, როცა იცის, რომ ის დროებითია. ამ აზროვნებით როლებში შეცვლა და ემოციების განცდა ყოველი კი არ არის. არა, ეს არის სულის მოგზაურობა ფიზიკურ სამყაროში. რაც უფრო შეგვიძლია აღვიქვათ ეს შემეცნებით და ამას არ შევეჭიდოთ, მით უფრო თავისუფლად და სრულად ვიღებთ სულიერ გამოცდილებას. როგორ უნდა ისარგებლოს სულმა როლებით და მდგომარეობებით სწორად. მუდმივად შევამჩნიოთ, რომ ეს არის დროებითი გამოცდილება და ეს გვახსოვდეს და ამაში კი არ უნდა მოგვიტანოს პირიქით, ამან მადლიერების შეგრძნება უნდა მოგვიტანოს, იმიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება ის განვიცადოთ. შეუძლებელია დარჩე ერთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ შეგრძნება უნდა შეიცვალოს საჭიროების მიხედვით, ბუნებრივად ასე ხდება. თუკი ჩვენ არ ვიჭედებით ერთ კონკრეტულ მდგომარეობაში. სული არის დამკვირვებელი და არ იდენტიფიცირდება მთლიანად ემოციასთან ან როლთან. ამ ვიდეოს თავარი მესიჯი რაც არის, როლები და მდგომარეობები რაღაც ილუზიის გამოტყუილად კი არ აღვიქვათ. ანუ ისინი არის ინსტრუმენტები სულის განვითარებისთვის და მოგზაურობისთვის. რაშიც ვეხმარებით საკუთარ თავს და ერთმანეთს. სიყვარული არის სულიერი საწყისი, ველი. დანარჩენი მდგომარეობები არის დროებითი გზავნილი, რომელიც შეგვაძლებინებენ მოსtildeების მიღებას და ზრდას, რადგან სულს არ უყვარს ერთ ადგილას ყოფნა. სულს უყვარს სხვადასხვა გამოცდილებების მიღება და მე რა თქმა უნდა ისევ დაბრუნება თავის საწყის ენერგიასა. ეს არის სიყვარულის ენერგია. ასთავად ღმერთია, ეს არის სიყვარულის ენერგია და ამ სიყვარულში დაბრუნება. ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ შევამჩნიოთ და გავიხსენოთ, რომ თავისუფლად დამკვირვებლის როლში ვიყოთ სხვადასხვა როლებში და ემოციებში. რათა ილუზია დაიშალოს და სულმა თავისუფლად შეძლოს ამ როლების და ემოციების შეგრძნება. კი არ გაიჭედოს, ანუ შევიდეს დროებით, განიცადოს ეს ემოცია, შიში განიცადოს, ბრაზი განიცადოს, წყენა განიცადოს, მადლიერება განიცადოს, გამოვიდეს ისევ დაუბრუნდეს თავის საწყის ენერგიას. ანუ საკუთარ თავთან დაბრუნდეს, თავისი თავი გაიხსენოს როგორც სულმა. რომ ის არ არის ეს მდგომარეობები და როლები. ის ბევრად მეტია და ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ეს როლები და მდგომარეობები. თქვენთან მაგ კითხვა. სიყვარულის საპირისპირო ენერგია რა არის? რამდენმა თქვით სიძულვილი? კარგი, აქვე. რამდენმა თქვენგანმა თქვით შიში? შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ თუ რატომ არის სიყვარულის საპირისპირო ენერგია შიში და როგორ არის სიძულვილიც სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება. თქვენთვის საინტერესო იყო გააზიარეთ თქვენი შეხედულება და გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს. ასევე დალაიქება და ჩემი გამოწერას არ დაგავიწყდეთ. დროებით!